მოგესალმებით. თქო, დამიდასტუროთ ჩატში, ჩემი ხმა რამდენად კარგად გესმით. არის ხმის? მადლობა. მე გახლავართ ირაკლი ნოზაძე, ინტაკომ ჯგუფის დირექტორი და მიკროტეკის სერტიფიცირებული ინჟინერი. დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა არის QoS. ეს არის ინგლისური ტერმინი, რომლის აბრევიატურა იშიფრება როგორც Quality of Service. თუმცა მე ამას თარგმნი როგორც ტრაფიკის კონტროლი და პრიორიტეტიზაცია, შინაარსობრივად ესე უფრო სწორი იქნება. დღეს გვექნება ვებინარის პირველი ნაწილი და ზუსტად 2 კვირის თავზე 27 აგვისტოს ხუთშაბათს გვექნება გაგრძელება და დასასრულით შეიძლება ითქვას. პრინციპში ჩვენ გავივლით ტრაფიკის კონტროლის საუკეთესო პრაქტიკას და მიკროტიკის შესაძლებლობებს და კონფიგურაციის მაგალითს აი ამ ტრაფიკის კონტროლის დანერგვის კუთხით. თქვენ ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბოლოს თვითონ ვებინარის ბოლოს საშუალება გექნებათ, რომ დასვათ კითხვები და მე გიპასუხებთ და ტრადიციულად, რა თქმა უნდა, გვექნება გათამაშება, დაისმება კითხვა ჩატში და ვინც პირველი უპასუხებს, მოიგებს მიკროტიკის Wi-Fi routers, hub lights. ოღონდ როცა კითხვას დავსვავ, პასუხის გაცემისას ჩატი აუცილებლად უნდა გქონდეთ everyone-ის რეჟიმში, რათა თქვენი პასუხი ყველამ დაინახოს. ამ წესს ისევე შეგახსენებთ. და ეხლა რაც შეეხება თვითონ უკვე შევიდა ვებინარსაც დაუბრუნდეთ და დავიწყოთ ჩვენი თემით. 21 საუკუნეში, უფრო სწორად, თანამედროვე რეალობაში ინტერნეტის მნიშვნელობაზე ყველას მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად თითქმის ყველა ორგანიზაციის ფუნქციონირება, გამართული ფუნქციონირება დამოკიდებული არის ინტერნეტის შეუფერხებელ მუშაობაზე. მაგალითად, რო ავიღოთ IP ტელეფონი, რომელიც წარმოადგენს სატელეფონო კავშირის უფრო თანამედროვე ტექნოლოგიას, ძველ ანალოგურ სისტემებთან შედარებით იყენებს ინტერნეტს, ხო? ანუ ინტერნეტის ტრაფიკს. და ინტერნეტის შეფერხება ბუნებრივია გავლენას მოახდენს ჩვენ სატელეფონო კავშირზე. ამის გარდა ჩვენ ასევე სხვა ბიზნეს პროცესებითაც ვართ დაკავშირებული ზუსტად ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე და ბუნებრივი და ლოგიკური არის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინტერნეტი იყოს სტაბილური და შეუფერხებელი. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გქონდეს ინტერნეტთან შეერთების მაღალი სიჩქარე, რომელიც ობიექტურად აკმაყოფილებს ჩვენი საჭიროებებს სრულად, გქონდეს ინტერნეტის შეუფერხებლად მოგვეწოდებოდეს და ასევე გაგვაჩნდეს სარეზერვო არხი მთავარი კავშირის ჩავარდნის შემთხვევაში და თავის ფეილოვერი და load balance-ების მექანიზმებით, რომ მოხდეს ავტომატური გადართვა. და შესაძლებელია შიდა ქსელი ძალიან გამართულად ფუნქციონირებდეს, მაგრამ შეიძლება ინტერნეტი მაინც რეგულარული შეფერხებებით მუშაობდეს. ეს ცოტა პარადოქსული სიტუაცია, მაგრამ ეს არ არის იშვიათი მოვლენა და შეიძლება ბევრ თქვენგანს გქონდეთ პრაქტიკაში და ამას გააჩნია თავის მიზეზი. ეს არის ტრაფიკის მონოპოლიზაცია. ანუ ისეთი შემთხვევა, როდესაც ცალკეული სერვისი ან ცალკეული მომხმარებელი ითვისებს მთელ ტრაფიკს. ეს შეიძლება მოხდეს რაღაცა მცირე დროის განმავლობაში, შეიძლება უფრო დიდი დროის განმავლობაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მთელი არხი დაკავება ხდება, ან ძირითადი ნაწილის დაკავება ხდება ერთ სერვისს ან ერთი მომხმარებლის მიერ, ცხადია, სხვებისთვის აღარ რჩება თავისუფალი რესურსები, ინტერნეტის თავისუფალი რესურსები. ამის მიზეზები ძალიან ბევრი რამე არის. ეს პირველი ეს შეიძლება იყოს ოპერაციული სისტემის, მაგალითად ანტივირუსის, ან ანტივირუსის მონაცემთა ბაზების, ან ნებისმიერი სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური განახლებები.
შეიძლება იყოს დიდი ფაილების ჩამოტვირთვა, ღრუბლოვან სერვისებში გარკვეული კონფიგურაციის სარეზერვო ასლების ატვირთვა და ასე შემდეგ. და შეიძლება ჩვენ მიფიქროთ, რომ ამის გადაწყვეტა იქნება ინტერნეტის სიჩქარის შეგვიმი მომატება, თუმცა ესე არ არის, რადგან ჩვენ შეიძლება ინტერნეტის სიჩქარეს მოვუმატოთ, მაგრამ ეს გაზრდილი არხი ისევ გამოიყენოს იგივე სერვისმა ან იგივე მოხმარებელმა, რომელიც იყენებდა მანამდე. და სინამდვილეში გადაწყვეტას წარმოადგენს QoS, ანუ აი ამ პოლიტიკის დანერგვა. ზოგადად ჩვენ შეგვიძლია QoS-თან მიმართებაში ესეთი საფეხურები ჩამოვაყალიბოთ. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადად პოლიტიკის შემუშავება, ანუ რა პოლიტიკა უნდა ქონდეს ტრაფიკის კონტროლის მიმართულებით. ამის მერე ეს არის თვითონ უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებზე გადასვლა, ტრაფიკის კლასიფიკაცია, იდენტიფიკაცია და მარკირება და ქოსის მექანიზმების დანერგვა. და დღეს მე გამოყოფ 3 მათგანს, ეს არის ტრაფიკის გამოყოფა, სიჩქარის შეზღუდვა და პრიორიტეტიზაცია. თუმცა სანამდე ზოგადად ამ პოლიტიკის ნაწილზე ვისაუბრებ, ჩვენ ვიცოდეთ შესაძლებლობები, ანუ რა შესაძლებლობები არსებობს მიკროტიკის როუტერში ტრაფიკის პოლიტიკის დანერგვის კუთხით. და ცხადია, აი ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მე უკვე ჩვენი საჭიროებები და ამოცანები შევახამოთ ჩვენ შესაძლებლობებს, რასაც გვაძლევს მიკროტიკის როუტერები. და დაუბრუნდეთ მიკროტიკის საკითხს. გვაქვს ეგეთი სიტუაცია. ორი ძირითადი ანუ ინსტრუმენტების ნაკრები არის, ერთი გამოიყენება ტრაფიკის კლასიფიკაციისთვის, იდენტიფიკაციისა და მარკირებისთვის, და მეორე უშუალოდ ქოსის მეორე ქოსის მექანიზმის დანერგვისთვის. პირველს განეკუთვნება firewall-ში არსებული address list-ები, ანუ ქართულად ვთარგმნოთ, ეს არის მისამართების სია. სადაც შესაძლებელია ჩვენ IP მისამართები, ანუ IP ქსელები დავაჯგუფოთ, რაღაც სახელი დავარქვათ. და მეორე არის firewall-ში არსებული ესეთ ფუნქციონალური ინსტრუმენტი mangli, რომელიც სინონიმში განკუთვნილი არის ხოლმე ძირითადად თუმცა არა მხოლოდ ამისთვის, მარკირებისთვის, კავშირების და პაკეტების მარკირებისთვის. და რაც შეეხება უშუალოდ ქოსის მექანიზმების დანერგვას, აქ გამოიყენება მიკროტიკში Q-ს ფუნქციონალური ინსტრუმენტი, რომელსაც თუ პირდაპირ ვთარგმნით, ეს არის რიგები. და გვაქვს 3 ინსტრუმენტი, ეს არის SIMQ, არის Q3 და Q-types. თვითონ SIMQ და Q3 გარკვეულწილად არის ურთიერთჩანაცვლებადი ინსტრუმენტები, მსგავსი ფუნქციონალით, თუმცა ორივე მათგანს გააჩნიათ თავისი ნაკლოვანებები და უპირატესობები და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, რა შემთხვევაში ჯობია ერთი მათგანის გამოყენება ან მეორეს. თუმცა არსებობს შემთხვევები, და დღეს ჩვენ მაგალითად განვიხილავთ ეს ისეთი შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი არის, რომ ორივე და მიზანშეწონილიც არის, რომ ორივე მათგანი გამოიყენოთ კომბინირებულად. და ეხლა გადავიდეთ 3 ესეთ პარამეტრზე, რომელიც გააჩნია როგორც SIMQ-ს, ასევე Q3-ს და ეს არის ზუსტად ის პარამეტრები, ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ პრაქტიკაში ტრაფიკის კონტროლის პოლიტიკა. ესე იგი, გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას ორ სიჩქარეზე, ეს არის limited და მეორე არის max limit-ი. ეხლა რა განსხვავებები არის ამ ორ შორის? Limit 1 განსაზღვრავს სიჩქარის მინიმალურ ზღვარს, ხოლო max limit-ი პირიქით განსაზღვრავს სიჩქარის მაქსიმალურ ზღვარს. ეხლა თუ წარმოვიდგინოთ, მაგალითად IP ტელეფონია, როგორც წესი, IP ტელეფონის შემთხვევაში კოდეკებზე არის დამოკიდებული, ერთი სატელეფონო ზარი მოითხოვს დაახლოებით 100 კილობიტამდე, რამდენი 10 კილობიტიდან 100 კილობიტ წამში სიჩქარემდე ინტერნეტს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ შეიძლება ქონდეს 10 ერთდროული ზარი, ონდეს იგულისხმება გარეთ გამავალი, აქ არ შედის, რა თქმა უნდა, შიდა სატელეფონო ზარები
ამ შემთხვევაში ჩვენთვის საკმარის იყოს 1 მეგაბიტი ანუ ძალიან მცირე სიჩქარე ინტერნეტის ძალიან მცირე სიჩქარე. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მაგალითად limit 1-ის გამოყენებით IP ტელეფონის სერვისებისთვის დავაწესოთ, რა თქმა უნდა, რაღაც რეზერვი უნდა ავიღოთ 2 მეგაბიტი წამსის სიჩქარე. ანუ სხვანაირად ვთქვათ, ეს 2 მეგაბიტი არის შეიძლება ერთნაირად ეს არის მინიმალური ზღვარი სიჩქარის, მეორე მხრივ ეს არის გარანტირებული სიჩქარე. ეხლა მოდი რაც ნიშნავს დარეზერვებული, შეიძლება ესეც ითქვას, ოღონდ რა შემთხვევაში არის დარეზერვებული? დარეზერვებული არის თუ საჭირო არის. თუ საჭირო არ არის და მაგალითად ტელეფონი აიყენებს 500 პირობით წამს სიჩქარებს, ხოლოდ დანარჩენი მეგაბიტი ნახევარი ხელმისაწვდომი იქნება სხვა სერვისებისა და მოხმარებლებისთვის. ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ დაჭირდება ეს სიჩქარე, იქნება რა თქმა უნდა გამოყოფილი. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარე, ეს არის სიჩქარე, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს ამა თუ იმ მოხმარებელმა თუ სერვისმა, როდესაც არხი არის თავისუფალი. ან შესაძლოა არხი არ იყოს თავისუფალი, მაგრამ კონკურენციაში აჯობოს და კონკურენციაში ჯობნა ბიზნესის არსებობს პრიორიტეტები. მაგრამ ეს კიდევ რო ჩავშალოთ და ეხლა როგორ ანუ ამ სამი პარამეტრის კომბინაცია, თქო როგორ გამოიყენება. ესე იგი, როდესაც როდესაც გება, გვაქვს 100 მეგაბიტი ინტერნეტი საერთოდ, ხომ? ანუ არ არის ლოგიკურად გამართლებული, რომ ჩვენ მაგალითად სხვა სერვისებისთვის დავაწესოთ გარანტირებული სიჩქარეები, ანუ ლიმიტეთი და ამათი ჯამი აჭარბებდეს 100 მეგაბიტს, ხო? იმიტომ მთელი ლოგიკა დაირღვევა. უფრო მეტიც შესაძლებელია გარანტირებულ სიჩქარეს თუ დავაწეს, არ არის აუცილებელი საერთოდ Excel-ში ჩვენ გარანტირებული სიჩქარეები ქონდეს დაწესებული, მაგრამ მაინც თუ ისე მოხდება და დავაწესებთ, მათი ჯამი უნდა იყოს ნაკლები მაქსიმალ სიჩქარეს, იმიტომ რომ სხვა სერვისებისთვის და მოხმარებლებისთვის დარჩეს გარკვეული არხი თავისუფალი, რომ მათაც შეძლონ ამის გამოყენება. რაც შეეხება პრიორიტეტი არ ეხება გარანტირებულ სიჩქარეს. თუ მე სიჩქარე მაქვს გარანტირებული, პრიორიტეტი არაფერ შუაში არ არის, ხო? თუ ჩვენ მაგალითად IP ტელეფონიას დავუწესოთ 2 მეგაბიტი წამსის სიჩქარე, ლიმიტებით, ანუ გამოვუყავით ეს 2 მეგაბიტიანი არხი, ამ შემთხვევაში თუ მეტი სიჩქარე ავჭირდება, არც პრიორიტეტი არაფერში არ ავჭირდება. პრიორიტეტის როლი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ დავაწესეთ მაქსიმალურ სიჩქარე, ან შეგვიძლია არ დავაწესოთ მაქსიმალურ სიჩქარე, მაგრამ ხოლმე ჩვენ ვთქვათ 100 მეგაბიტიანი არხი თუ გვაქვს, დანარჩენი 98 მეგაბიტისთვის კონკურენციაში ვის მივანიჭოთ პრიორიტეტი. წარმოვიდგინეთ ჩვენ სერვისები დავყავით დაუშვათ მხოლოდ 2 ნაწილად, ერთი ნაწილი არის ეს არის IP ტელეფონია, რომელსაც გამოყავთ 2 მეგაბიტი და დანარჩენი 98 მეგაბიტი არის ყველა დანარჩენი სერვისისთვის გამოყოფილი და მოხმარებლისთვის, ხო? თუ ვიყვით ჩვენ ამ შემთხვევაში პრიორიტეტის დაწესებას აზრი არ გააჩნია, იმიტომ რომ ტელეფონიაზე თუ მეტი არ ვჭირდება, დანარჩენი თუ ერთი ჯგუფი არის, ყველას თანაბარი პრიორიტეტი გააჩნია და ანუ ვერ განვასხვავებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შემოვიტანთ მესამე ჯგუფს, შეიძლება ეს იყოს გარკვეული ბიზნეს აპლიკაციები, როგორც არის მაგალითად ელექტრონული პოსტა, ხო, ან ERP, ხო, ან თქვა CRM-ი და ამას შემოვიტანთ ამ სერვისსაც, შევქმნით ცალკე ჯგუფს, ან მოვახდენთ ამის კლასიფიკაციას და თუ ჩვენ დავაწესებთ მათთვის დაუშვათ რაღაცა სიჩქარეს, ან არ დავაწესებთ მაქსიმალურ სიჩქარეს გულისხმობ, უკვე პრიორიტეტებით შეგვიძლია გადავანაწილოთ თავისუფალი არხი ამ დანარჩენ ტრაფიკსა და ამ ბიზნეს აპლიკაციებს. ანუ ჩავთვალოთ, რომ ტელეფონისთვის გვაქვს ჩვენ 2 მეგაბიტი გამოყოფილი, დანარჩენი 98 მეგაბიტზე, თქვა, შეიძლება საერთოდ არ დავაწესოთ მაქსიმალურ სიჩქარე, ან შეიძლება დავაწესეთ მაგალითად ორივეს 90 მეგაბიტი, ანუ ბიზნეს აპლიკაციებს და დანარჩენ ტრაფიკს, ან თუ ჩვენ ბიზნეს აპლიკაციებს მივცემთ პრიორიტეტს 1-ს და დანარჩენ ტრაფიკს მივცემთ თქვა 2-ს ან 8-ს არ აქვს მნიშვნელობა. თუ კი 90 მეგაბიტი დაჭირდება ბიზნეს აპლიკაციებს, ეს 90 მეგაბიტი მთლიანად დაეთმობა მას და მხოლოდ ამის ზემოთ ხო 8 მეგაბიტი რაც იქნება დარჩენილი დაეთმობა დანარჩენ ტრაფიკს. ანუ პრიორიტეტი განსაზღვრავს არხის გადანაწილების თანმიმდევრობას. ჯერ ერთი არის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, 8 არის ყველაზე დაბალი პრიორიტეტი.
მამას ცოტა მე დავუბრუნდებით, თორესაც უფრო პრაქტიკულ მაგალითზე გადავართ, მაგრამ დაახლოებით წამოდეთ პრინციპი არის ეს და საერთოდ ცოტა ანუ საჭირო არის ხოლმე ყურადღებით გამოვიყენოთ აი ამ სამი პარამეტრის კომბინაცია ქოსის პოლიტიკის რეალიზაციის პროცესში. და წეგან მე ვახსენე ასევე რომ არსებობს SIMQ და Q3, რომელიც გამოიყენება ტრაფიკის კონტროლისთვის და მათში არის გარკვეული განსხვავებები. პირველი თემა ის არის, რომ SIMQ სახედან ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ძირითადად განკუთვნილი არის უფრო მარტივი პოლიტიკების დანერგისთვის, რომელიც გულისხმობს მოხმარების ან IP მისამართის დონეზე სიჩქარების განსაზღვრისთვის, ხოლო Q3 გამოიყენება კომპლექსური მრავალდონიანი ქოსების რეალიზაციისთვის. და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ წარმადობა Q3-ს არის უფრო მაღალი, ანუ როდესაც ესეთი კომპლექსური ამოცანების შესრულება გვიწევს, ჯობია Q3-ს გამოყენება, თუმცა უფრო რთული გამოსაყენებელია, ნაკლებ რესურსი იყენებს პროცესორის, ასე რომ ვთქვათ. და კიდევ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ SIMQ წესებს ასრულებს თანმიმდევრულად, ხოლო Q3 ასრულებს პარალელურად. შესაბამისად, SIMQ-ში თუ რომელიღაცა წესს, რომელიღაცა რას ტრაფიკი დაემთხვა ერთ წესს და ემთხვევა მეორე წესაც, მეორე წესი აღარ გადავა. ანუ მარტო პირველი წესში ასრულებს და Q3 შემთხვევაში ეს არ არის შესაძლებელია პარალელურად შესრულდეს სხვადასხვა წესები მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ტრაფიკი შეიძლება ორივეს დაემთხვეს და ამიტომ ეს გვაძლევს ზუსტად იმის საშუალებას, რომ იყოს უფრო კომპლექსური და მრავალდონიანი ჩვენი ტრაფიკის კონტროლი. და ეხლა უკვე გადავიდეთ ეს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ტრაფიკის კლასიფიკაცია და დაჯგუფება, ხო? ანუ სხვა ტრაფიკს უნდა შევხედოთ განსხვავებულად. რის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ ტრაფიკი, ხო? ანუ პირველი საკითხი ეს არის მნიშვნელობა, ანუ ორგანიზაციისთვის ამდენ მნიშვნელოვანი ესათვის ტრაფიკი. მეორე არის რამდენად უფრო მომთხოვნი ისეთი ინტერნეტის ისეთი პარამეტრების მიმართ, როგორც არის ჯიტერი და დაყოვნება და ასევე ინტერნეტის სიჩქარის სტაბილურობა. და მესამე ეს არის თვითონ რამდენი რა სიჩქარე ჭირდება, ანუ ინტერნეტის ტრაფიკს რამდენს მოითხოვს. აი ეს ძირითადად ეს სამი ფაქტორი არის, რომლის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ტრაფიკის დაჯგუფება. და როგორც წესი, პირველი ესეთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტის არის, ყველაზე მაღალი პრიორიტეტის არის ხოლმე IP ტელეფონი, რომელსაც დიდი სიჩქარე არის ხოლმე საჭირო, რომელიც არის რეალურ დროში აპლიკაცია და აქ ცხადია საჭირო არის რომ დაყოვნებაც და ჯიტერიც, ანუ პაკეტების მისვლის თანმიმდევრობა იყოს მეტად სტაბილური. შეიძლება მეორე ყველაზე მაგარი პროექტი, ამიტომ დაჯგუფება ხდება IP ტელეფონის ხოლმე ცალკე, ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკა. მეორე და ასევე მაგარი პრიორიტეტი, მაგრამ ცოტათი ნაკლები გააჩნიათ ხოლმე როგორც ეს ვიდეო კონფერენციებს, იქნება Google Meet, Zoom თუ ასე შემდეგ. პრინციპში ეს რეალურ დროში აპლიკაცია, IP ტელეფონის ბევრი მსგავსება გააჩნია, განსხვავება არის, რომ რადგან ლაპარაკია ვიდეო გამოსახულების გადაცემაზე, უფრო დიდ ტრაფიკს მოითხოვს ხოლმე და ამიტომ შესაძლებელია მისი ცალკე დაჯგუფება და გამოყოფა, თუმცა შესაძლებელი არის ასევე, რომ გავაერთიანოთ და ერთიანი კლასიფიკაცია გავაკეთოთ IP ტელეფონიას და ვიდეო კონფერენციას. მე რაც შესაძლებელია ცალკე ჯგუფი გავაკეთოთ ეს ბიზნეს აპლიკაციების და ასევე შეგვიძლია გავაერთოთ დანარჩენი ტრაფიკი. დანარჩენ ტრაფიკში გავაერთოთ ყველაფერი, ხო, ეს ბრაუზინგი იქნება, სოციალურებთან მუშაობა და ასე შემდეგ. და უკვე რაც უკვე ლოგიკურად ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ტრაფიკის ჯგუფები, თქვათ, უნდა დავიწყოთ ამ პაკეტების იდენტიფიკაცია და მარკირება, ანუ მონიშნა, ხო, რადგან მე შემდეგ Q-ში დავამუშავოთ სხვა წესების გამოყენებით და ამისთვის, როგორც ვთქვით, გამოიყენება Fireball-ში მანგლის ფუნქციონალური ინსტრუმენტი.
უბრალოდ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ არსებობს აი ექშენში თქვენ ხედავთ მარჯვენა ფანჯარაში Mark Connection ესეთი მოქმედება და არსებობს მეორე ესე მსგავსი მოქმედება Mark Packet. საბოლოო ჯამში თვითონ COS-ის QoS-ის პოლიტიკა ის გამოყენება ხდება პაკეტებთან მიმართებაში, მაგრამ არსებობს ესეთი საუკეთესო პრაქტიკა, რომ პირდაპირ პაკეტებს არ ვამარკირებთ, არამედ ვამარკირებთ connections და მერე უკვე ვამარკირებთ უკვე მეორე წესს ვაკეთებთ მანგში, როდესაც უკვე ამ connection-ში შემავალი პაკეტების დამარკირება ხდება ავტომატურად. ამისი დანიშნულება არის თვითონ როუტერის აპარატური რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენება, ანუ ეკონომია. როდესაც პაკეტების მარკირება თუ ჩვენ მოვახდენთ პაკეტების პირდაპირ მარკირებას, შესაძლებელი არის, რომ ბევრი პარამეტრი იყოს, ანუ რომლის მიხედვითაც მოუწევს როუტერს ბევრი შედარებები შეიძლება მოუწიოს ამ თვითონ პაკეტების და წესების და დახარჯოს ბევრი რესურსი. და აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ამას ერთხელ გავაკეთებთ და გავუმატებთ როგორც კავშირს, მერე უკვე ამ კავშირში შემავალი პაკეტების იდენტიფიცირებაზე უფრო ნაკლები რესურსები იხარჯება, როდესაც ათასობით და 100,000 და მილიონობით პაკეტის მიმოცვლა ხდება, ამას შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგცეს. ეხლა როგორ ხდება ეს ლოგიკური არის? ზოგადად პაკეტების მარკირება და კავშირის მარკირება ტრაფიკის კონტროლისთვის შეინში აუცილებლად გამოიყენება ხოლმე ფორვარდი და არა პრეროუტინგი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ პრეროუტინგს გამოიყენებთ, ჩვენ არ გვეცოდინება გამავალი ინტერფეისი რომელი არის, ხო? ეს იმიტომ რომ მანამდე ხდება პრეროუტინგის მოქმედება. ამის გარდა თვითონ connection mark-ში ჩვენ ვიშევთ no mark, იმიტომ რომ თუ უკვე კავშირი არის მარკირებული, იმის ხელახლა მარკირება არ უჭირდება, ანუ მხოლოდ დაუმარკირებელი ტრაფიკის მარკირებას ვახდენთ და მე ვახდით ანუ მოქმედებაში, ანუ exchange-ში ვირჩევთ Mark Connection-ი და ვარქმევთ რაღაც სახეს, ხო? ამის მერე და პასუხს, რა თქმა უნდა, ტოვებთ checkbox-ს და შემდგომ წესზე გადავიდეს. შემდგომ წესში უკვე ჩვენ ვაკეთებთ მსგავს რაღაცას, on connection mark-ში უკვე no mark-ის მაგივრად უკვე ეს სახელი რაც დავარქვით, connection-ს იმას ვირჩევთ და exchange-ში უკვე mark packets ვეუნებთ. ანუ ესეთი ორსაფეხურიან მარკირებას ვახდენთ და ამის მიზანი, რა თქმა უნდა, როგორც უკვე თქვით, ეს არის ტრაფიკის გატარების დროს აპარატური რესურსების მაქსიმალურად ეკონომიურად გამოყენება. და ბუნებრივია აქ ახლა არ არის არჩეული, რა პარამეტრების მიხედვით ხდება. ეხლა თუ ესე დავტოვებ, ბუნებრივია მთელი ტრაფიკის მარკირება მოხდება, ეს ჩვენი ამოცანა არ არის, უბრალოდ ეხლა აქ შემდგომ მაგალითებში იქნება განხილული, როგორ მოვახდინოთ პაკეტების მარკირება. გადავიდეთ შემდგომ სლაიდზე. და პირველი, ანუ ისაც თქვენ ტრაფიკის დაჯგუფებაში ნახეთ კიდევაც, გამოყოფილი იყო თვითონ VoIP ტრაფიკი, ანუ IP ტელეფონის ტრაფიკი და აქ არის კონფიგურაციის მაგალითი პირდაპირ მიკროტიკში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე პაკეტების მარკირებისას. ანუ ბევრი საშუალება არსებობს, ძირითადად გამოიყენება ხოლმე ორი მეთოდი. ერთი გამოიყენება, როდესაც ტრაფიკის იდენტიფიკაცია ხდება პორტების მიხედვით, ანუ და მეორე არის, როდესაც გამოიყენება ხოლმე DHCP ველის მიხედვით, რომელიც ეს არის IP header-ის 6-ბიტიანი ველი არის და ზუსტად ეს ველი გარკვეული მნიშვნელობების მიხედვით არის ხოლმე გარკვეული მნიშვნელობების შეიძლება იქ მიენიჭოს და აი ამ მნიშვნელობების მიხედვით ხდება ტრაფიკის კლასიფიკაცია უკვე შემდგომ ეტაპზე. ესე იგი, IP ტელეფონის შემთხვევაში ჩვენ უნდა გავყოთ ორი რამე. პირველი, რომ როგორც ეს ახლა გამოიყენება C პროტოკოლი და C პროტოკოლი, რომ თვითონ კავშირო დამყარდეს, ესე რომ ვთქვათ, ამისთვის იყენებს სხვა პროტოკოლს, თვითონ C პროტოკოლს იყენებს და გამოიყენება როგორც ეს default 5060 პორტი, UDP პორტი, ხოლო როდესაც თვითონ რეალური აუდიო ტრაფიკია ლაპარაკი, გააჩნია თვითონ ოპერატორს, სატელეფონო ოპერატორს, მაგრამ გამოიყენება ხოლმე ხშირად 10,000-დან 20,000 პორტამდე. ეს რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს განსხვავებული დიაპაზონი იყოს და ამას უნდა მივაქცევთ ყურადღება.
ეს არის ერთი მეთოდი, მეორე მეთოდი არის, როდესაც მარკირება ხდება უკვე DHCP ველის მიხედვით, რომელსაც თვითონ სატელეფონო ოპერატორმა ან თქვენმა სატელეფონო სადგურმა მიანიჭოს თვითონ პაკეტებს. აქ შემთხვევაში 46 მნიშვნელობა გამოიყენება ხოლმე უშუალოდ თვითონ აუდიო ტრაფიკისთვის, ხოლო 24 გამოიყენება მექანიკური შეცდომა კომენტარში 24 წერია ის ბოლოდან მეორე ჩანაწერში, მაგრამ იმაში თვითონ ტექსტში წერია 46, აქაც 24 უნდა ეწეროს DHCP-ის მნიშვნელობაში, value-ში და ეს გამოიყენება თვითონ 24 გამოიყენება ხოლმე თვითონ ტრაფიკის უბრალოდ 46 გამოიყენება ხოლმე თვითონ უბრალოდ თქვა თვითონ აუდიო ტრაფიკისთვის და 24 გამოიყენება ხოლმე თვითონ სიგნალიზაციის პროტოკოლისთვის, ანუ აი ამ კავშირის დამყარებისთვის, ანუ ეს ორი განსხვავებული პროტოკოლი არის. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი Layer 3 დონის როუტერს შეუძლია შეცვალოს ეს ჰედერში, ეს მნიშვნელობა ასეთოთ დაშალოს და ამიტომ თქვათ ბოლომდე დასაუბრებელი არ არის. და ასევე თქვენ თუ იცით, რომ თქვენ IP მისამართი, ან IP მისამართები სატელეფონო ოპერატორის, რომელთაც თქვენი სატელეფონო სადგური უკავშირდება, ან თქვენი პირდაპირ ტელეფონები, ჯობია ხოლმე, რომ ეს IP მისამართებიც მიუთითოთ და ჩვენ მაგალითში ესეც არის მითითებული უფრო მეტი სიზუსტისთვის. თქვენს თუ დააკვირდებით, თავიდან პირველი 4 წესი ახდენს თვითონ კონექშენის მარკირება ხდება, ყველას აქვია მე ახალი ეტეგვე სახელი თვითონ კონექშენს, მარკირებულ კონექშენს და მე უკვე ხდება ამ მარკირებული ბოლო წესით ხდება მარკირებული კონექშენების უკვე პაკეტად მარკირება და ეს არის სულ რაც შეეხება VoIP ტრაფიკის მარკირებას. და გადავიდეთ შემდგომზე და ეს არის უკვე ვიდეო კონფერენციები, ბავშვებს ჩვენი მაგალითი უკვე სხვა ბიზნეს აპლიკაციების მარკირებას არ მოიცავს, იმიტომ რომ იქ ძალიან შეიძლება განსხვავებული სიტუაციები ქონდეს. და დავიწყოთ Google Meet-ით. Google Meet-ის შემთხვევაში, ხო, აქ დამატებითი ფაქტორი შემოდის, როდესაც ჩვენ ჭირდება არა ერთი IP მისამართის საშუალებით ან IP მისამართების ან IP საბნეტების გარკვეული დიაპაზონის არა, უბრალოდ ჩამონათვლის მიხედვით ტრაფიკის მარკირება, ჩვენ შეგვიძლია გამოიყენოთ მიკროტიკში IP firewall-ის adress list-ები, ანუ მისამართების სიები, ანუ შექმნათ რაღაცა მისამართების სია, დავარქვათ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარქმეული აქვს სახელი Google Meet Media და დამატებული არის ორი IP დიაპაზონი, რომელიც გამოიყენება ხოლმე Google Meet-ის მიერ უშუალოდ აუდიო-ვიდეო ტრაფიკის მიმოცვლისთვის. თუმცა შეიძლება ეს მომავალში ეს დიაპაზონი შეიცვალოს. ანუ ესეთი სია კეთდება და მე კეთდება მსგავსი წესი, რაც იყო წინაში, ხდება მარკირება კონექშენის, ხო? აქ არის მითითებული ერთიანად და დიაპაზონი არის პორტების პირდაპირ მითითებული და დანარჩენი ანუ პორტების დონეზე ხდება, ესეთ UDP ტრაფიკზე არის ლაპარაკი და როგორც წესი Google იყენებს აი ამ პორტებს, რომელსაც თქვენ ხედავთ 34.318 და 19.302-დან 19.309-მდე. ასევე თივე მსგავსი არის ზუსტად Microsoft Teams-ის შემთხვევაში, აქ უბრალოდ პორტები და IP მისამართებია განსხვავებული და ასევე იგივენაირად არის Zoom-ის შემთხვევაში, უბრალოდ აქ Zoom-ის სია ძალიან დიდი სია არის IP მისამართების და აი აქ არის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოდგენილი, თქვენ შეგიძლიათ თვითონ Zoom-ის ვებგვერდზე მოიძიოთ ზუსტი სია, თქვა IP მისამართების და აქაც ესე არის სია გაკეთებული, მე არის უკვე მარკირება კონექშენის. თუმცა ყველა სამივე შემთხვევაში, როდესაც ჩვენ კონექშენის მარკირებას ვახდენდით, არ იყო მნიშვნელობა Zoom-ი იყო, Google Meet-ი თუ Microsoft Teams-ი, თვითონ მარკირებულ კონექშენს კავშირს ვარქმევდით ედეგვე სახელს meeting თქვენ დაიხედავთ ალბათ ბოლო წესში, მაგრის ბოლო წესში, ბოლო და მეორე ხაზზე. და ამის მერე კიდევ ერთ წესს ვამატებთ, რომლითაც უკვე Google Meet-ის და ყველა მოკლედ სამივე
თუ ასევე შეება სხვა ვიდეო კონფერენციის ტრაფიკის გაგვაშეს, ყველას უკვე ვახდენთ უკვე არსებული კონექშენების მარკირებას, უკვე ვახდენთ პაკეტად, ანუ ხდება უკვე პაკეტის მარკირება. და პრინციპში აი ამით ჩვენ დავასრულებთ ანუ პირველ ეტაპს, ესე იგი ერთი მხრივ ჩვენ მოვახდინეთ IP ტელეფონის ტრაფიკის მარკირება, ანუ ეს ერთი ჯგუფი არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი პრიორიტეტული და არის მეორე ჯგუფი, ყველაზე ეს ასე მაღალი პრიორიტეტული მაშინ ნაკლებად ეს არის ვიდეო საკონფერენციო. აი ამის მერე უკვე შემდგომი ეტაპი არის QoS-ის მექანიზმების გამოყენება, თუმცა ამაზე უკვე ჩვენ შემდგომ შეხვედრაზე, შემდგომ ვებინარზე ვისაუბრებთ, უბრალოდ ამ ვებინარის გაგრძელებაზე, რომელიც როგორც გითხარით, უკვე იქნება 27 აგვისტოს, ანუ შემდგომ ხუთშაბათს, ისე 4 საათზე და შეგიძლიათ ისევ დარეგისტრირდეთ და თუ დაგაინტერესებთ ჩემმა თემამ, დაესწროთ ამ ვებინარს. და მოკლედ რომ შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი ვებინარი, რეალურად ჩვენ გვაქვს გამოწვევა, იმიტომ რომ ჩვენი თანამედროვეობა მოითხოვს ფაქტობრივად ნებისმიერ ორგანიზაციისთვის, რომ ინტერნეტის შეუფერხებელი, ინტერნეტის მუშაობის შეუფერხებლად ამის პრობლემა, რა თქმა უნდა, სხვა რო ყველაფერზე გამართული გვაქვს არის ამის მიზეზი და პრობლემა არის ხოლმე ტრაფიკის მონოპოლიზაცია და არასამართლიანი გადანაწილება, ხოლო გადაწყვეტა არის ტრაფიკის კონტროლის პოლიტიკის დანერგვა და აი ამაზე ზუსტად ამას ეძღვნება ჩვენი ვებინარი. შესაბამისად, ჩვენ ტრაფიკის კონტროლის დანერგვით უზრუნველყოფთ სისტემის უფრო სტაბილურობას, სტაბილურობას, მაგალ ხელმისაწვდომობას და უკეთეს გამოცდილებას მოხმარებების მხრიდან. და პრინციპში მოვიდა უკვე კითხვა-პასუხის დრო და გისმენთ აი ეკატერინემ დასვა კითხვა მეორე პარამეტრი რა არისო და ანუ მათ თვითონ თვითონ მსვლელობისას მე არ ვადენოდი თვალყურს და რის მეორე პარამეტრი იგულისხმება თუ დამიკონკრეტებთ გიპასუხებთ. დამიკითხები ხო არა გვაქვს? როგორც ჩანს, კითხვები არ არის და ამიტომ გადავალ ათამაშებაზე. შეგახსენებთ წესებს, რომ მე დავსვა კითხვას და უბრალოდ გამოჩნდება ეს ეკრანზე. ჩატი უნდა გქონეთ დაყენებული everyone-ის რეჟიმზე და ვინც პირველი დაწერს პასუხს, ის იქნება გამარჯვებული. მაშასე მოიგზავნეთ კითხვა. ეს არის გათამაშების პრიზი, ჰაპლაითი და ახლა კითხვა შემდგომ სლაიდზე იქნება. აი ჩვენი კითხვა არის, რა ბრძანება გამოიყენება მიკროტიკში გარანტირებულ სიჩქარის მისანიჭებლად. ნამდვილად სწორი პასუხი გაგვაჩნია. თომამ გავცა პასუხი limited და შესაბამისად თომა ქაროსენიძემ უკვე მოიგო მიკროტიკის ჰაპლაითი Wi-Fi რაუტერი, თომა გილოცავ გამარჯვებას და გეტყვი რომ ჩვენ შეგიძლია მობრძანდე სამუშაო დროს, ანუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩვენთან ოფისში, თბილისში ტერევკოს 42 ნომერში 10 საათიდან 6 საათამდე, 6 საათამდე ნებისმიერ დროს და ჩვენ შოურუმში მოითხოვო შენი კუთვნილი პრიზი და გადმოგეცემა თუ დაგავიწყდება ესე იგი სამუშაო გრაფიკი ჩვენ ვებგვერდზე არის მოცემული და შეგიძლია თქვათ გადაამოწმო ან დაგვიკავშირდე და ამას დაგიზუსტებენ რა თქმა უნდა პასუხს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ყურადღებისთვის და მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ისე მოხერხდა და თქვენ ვებინარს ვერ დაესწარით, იმიტომ არ გეცალათ,
ჩვენი ყველა ჩანაწერი არის ხოლმე განთავსებული ჩვენი ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ასე YouTube-ის არხზე და შეგიძლიათ მოგვიანებით უყუროთ ვიდეო ჩანაწერებს. კიდევ ერთხელ მადლობა და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.